ტრამპის მთავარი მეტოქე ყველაფერს ტოვებს და TikTok-ის მოცეკვავე ხდება. იმ დროს, როცა ჯასტინ ტრუდომ თითქმის 10 წლიანი მმართველობის განმავლობაში შექმნილი იმიჯი რამდენიმე წამიან ცეკვად ქეთი პერის უკან დააქვეითა. კანადის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვიდეოში, რომელიც მომღერალმა გამოაქვეყნა სიმღერა Watch It Burn-ის პოპულარიზაციისთვის შტუტგარტში, გერმანიაში, გამოჩნდა, სადაც ის ხტუნავდა ფონზე. ეს ვიდეო მას შემდეგაა გადაღებული, რაც ტრუდომ დატოვა როგორც მთავრობა, ასევე პარლამენტი. ამ სცენამ მხისიერი რეაქცია გამოიწვია, რადგან ის ეხება ადამიანს, რომელმაც დონალდ ტრამპს კომერციულ დავებში დაუპირისპირდა, ამერიკულ ტარიფებს ძალიან სულელური უწო და ვაშინგტონი დაადანაშაულა კანადური ეკონომიკის დასუსტების მცდელობაში. ასევე ეხება მმართველს, რომელმაც საგანგებო უფლებები გამოიყენა თავისუფლების კონვოის წინააღმდეგ და გზა გაუხსნა ფინანსურ ბლოკირებებს. და მხარი დაუჭირა ვაქცინაციის მოთხოვნებს, რომლებმაც მოსახლეობის ნაწილს თვეების განმავლობაში თვითმფრინავებსა და მატარებლებში ჩასხდომა აუკრძალა. ეხლა ის ჩნდება ღიმილით და ხტუნით. მაშინ, როცა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ განიხილება სასამართლოებში და ათასობით კანადელს ახსოვს. ინტერნეტმა ეს სცენა გარდაქმნა სტატუსის მკვეთრი ვარდნის სიმბოლოდ. რა დარჩა ტრამპის ყოფილი მოწინააღმდეგისგან? როგორ გადავიდა ტრუდო ძალაუფლების ცენტრიდან TikTok-ის უკანა პლანზე? ამას ყველაფერს ახლავე გეტყვი. თუ მოგწონს ასეთი პირდაპირი და ზედმეტი საუბრის გარეშე კონტენტი, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. ტრუდომ თავისი რეალობა წარმოადგინა. გადადგა 2025 წლის 14 მარტს, როდესაც მარკ კარნიმ ჩაიბარა კანადის მთავრობა. მან ასევე დატოვა დეპუტატის პოსტი და პარტიის წინა ხაზიდანაც წავიდა. დაცემამ ადგილი ჰქონდა ძლიერი შიდა დაძაბულობის, პოპულარული მხარდაჭერის დაკარგვისა და ლიბერალურ პარტიაში არსებული ზემდოლის შემდეგ. ეს კონტრასტი მნიშვნელოვანია, რადგან ჯასტინ ტრუდომ წლები გაატარა დონალდ ტრამპის პოლიტიკური კონტრაპუნქტის როლის შესრულებაში. 2025 წლის მარტში, სავაჭრო ომის დროს ის იყო. მან შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ტარიფებს ძალიან სულელური უწო და ტრამპი დაადანაშაულა იმაში, რომ სურდა კანადის ეკონომიკის კოლაფსი გამოეწვია ანექსიის გასამარტივებლად. კონსერვატორების აღშფოთება ცეკვასთან დაკავშირებით ძირითადად თავისუფლების კოლონის ხსოვნამ გამოიწვია. 2022 წლის თებერვალში ტრუდოს მთავრობამ პირველად კანადის ისტორიაში საგანგებო მდგომარეობის კანონი აამოქმედა. ამ ზომებმა ბანკებს დროებით მისცა უფლება გაეყინათ ბლოკირებებთან დაკავშირებული ანგარიშები წინასწარი სასამართლო ბრძანების გარეშე. არ იყო აუცილებელი, რომ ანგარიშის მფლობელს ქონოდა დანაშაულისთვის მსჯავრი მის წინააღმდეგ შეზღუდვის დაწესებისთვის. 2026 წლის იანვარში ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, რომ ჯასტინ ტრუდოს გადაწყვეტილება არარაციონალური იყო და გადააჭარბა უფლებამოსილებას. გადაწყვეტილებამ დაარღვია კონსტიტუციური გარანტიების დარღვევაში, რომლებიც ეხება გამოხატვის თავისუფლებას და დაცვას უკანონო ძიებისა და დაყადაღებისგან. სასამართლომ ეს შემთხვევა მხოლოდ როგორც პოლიტიკური დისკუსია არ განიხილა. მან აღიარა, რომ მთავრობამ გამოიყენა უფლებამოსილებები, რომლებიც მოცემულ გარემოებებში კანონიერად ხელმისაწვდომი არ იყო. იმავე მთავრობამ მოითხოვა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საჰაერო და სარკინიგზო მოგზაურობებისთვის კანადაში ან მის ფარგლებს გარეთ. წესი მოქმედებდა 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის 20 ივნისამდე. ფედერალურმა სისტემამ შექმნა ვაქცინაციის სტანდარტული დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო აუცრელი მგზავრები ვერ სარგებლობდნენ ამ ტრანსპორტით, გარდა შეზღუდული გამონაკლისებისა. ამიტომ კრიტიკოსებმა მხოლოდ კაცის ცეკვა ვერ დაინახეს. მათ გაიხსენეს ყოფილი მმართველი, რომელმაც სახელმწიფოს ძალა გამოიყენა პროტესტების და იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც გარკვეულ სანიტარულ მოთხოვნებს არ ემორჩილებოდა. ბევრი კანადელისთვის ჯასტინ ტრუდოს უდარდელი ცეკვა აღშფოთებას იწვევს, რადგან მისი მმართველობის დროს მიღებული ზომების შედეგები თანამდებობის დატოვების შემდეგაც არ გამქრალა. რეაქცია სოციალურ ქსელებში სწრაფი იყო. ამერიკელმა კონსერვატორმა კომენტატორებმა ჯასტინ ტრუდო ქეთი პერის კარიერის ფიგურანტად ირონიულად მოიხსენიეს და მისი დაპირისპირება დონალდ ტრამპთან გაიხსენეს. ზოგიერთებმა განაცხადეს, რომ ყოფილი მთავრობის მეთაური საერთაშორისო შეხვედრებიდან სარეკლამო ვიდეოში თითქმის შეუმჩნევლ გამოჩენამდე მივიდა. კანადა კვლავ ჩართულია ვაშინგტონსა და ევროპის ნაწილს შორის დაშორებაში, მაგრამ ახლა უკვე მარკ კარნის ხელმძღვანელობით. ბოლო დროის რეპორტაჟები აჩვენებს, რომ ევროპელი ლიდერები განიხილავენ, როგორ შეამცირონ სამხედრო, ტექნოლოგიური და ეკონომიკური დამოკიდებულება შეერთებულ შტატებზე. მარკ კარნი მიუახლოვდა ამ მოძრაობას და დაიწყო კანადასა და ევროპას შორის უფრო ძლიერი კავშირების მხარდაჭერა.
სანამ ჯასტინ ტრუდო ცეკვავს რუსეთის საწვავის კრიზისებს, რაც აჩვენებს როგორ შეეხო ომი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას. უკრაინული თავდასხმების შედეგად ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე რუსეთში ბენზინის წარმოება სეზონურ მოთხოვნასთან შედარებით დაახლოებით 65%-მდე შემცირდა. საათობით რიგები ბენზინგასამართ სადგურებზე გავრცელდა. გაყიდვები შეიზღუდა და კამათისა და ჩხუბის ვიდეოები გავრცელდა. ერთ-ერთ ჩანაწერში ჩანს, როგორ ჩხუბობენ ორი მამაკაცი ავტომობილების გრძელი რიგის გვერდით. დეფიციტი რეალურია და ამის გამო მოსკოვმა ექსპორტი აკრძალა, იმპორტი გაზარდა და შიდა მარაგების გამოყენება დაიწყო, რათა მომარაგება გააკონტროლოს. ნიშნულოვანმა ნავთობ გადამამუშავებელმა ქარხნებმა ოპერაციები შეაჩერეს ან შეამცირეს თავდასხმების შემდეგ. ზეწოლამ ჩვეულებრივ მძღოლებს, სატრანსპორტო კომპანიებს და ცენტრალური ქალაქებიდან დაშორებულ რეგიონებსაც მიაღწია. კონფლიქტი, რომელსაც კრემლი ცდილობს როგორც კონტროლირებად წარმოაჩინოს, უკვე პირდაპირ იგრძნობა საწვავის გასამართ სადგურებზე. გერმანიამ ბენზინის დეფიციტი უკრაინის წინააღმდეგ ომს დაუკავშირა. მარია ზახაროვამ ირონიით უპასუხა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ბერლინი კიევის მეშვეობით ომის დაფინანსებაში დაადანაშაულა და გერმანელ დიპლომატებს ურჩია საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ. რუსეთის მთავრობას შეუძლია ოფიციალური განცხადებების კონტროლი და კრიტიკოსებზე შეტევა, მაგრამ მას დიდხანს ვერ დაუმალავს ქუჩებში გადაჭიმულ ავტომობილების რიგებს. ახლო აღმოსავლეთში შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური კარი ღია დატოვა, მაგრამ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გარკვეული პირობები დააყენა. ტემი ბრიუსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი კვლავ მზად არის ირანთან მოლაპარაკებებისთვის, თუ თეირანი შეწყვეტს გემებზე თავდასხმებს, სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებს და ძირითადი ვალდებულებების დარღვევას. მან ასევე გააფრთხილა, რომ ახალი თავდასხმები ამერიკის პასუხს მიიღებს. დონალდ ტრამპი კვლავაც მშვიდობას ასახელებს პრიორიტეტად, თუმცა არ პირდება პასიურობას ირანის ქმედებების მიმართ. ირანმა უარყო მტკიცება, რომ შვეიცარიაში ახალი მოლაპარაკებების რაუნდი უკვე დაგეგმილი იყო მომდევნო კვირისთვის. უფრო სანდო წყაროებმა მხოლოდ ის დაადასტურეს, რომ თარიღი, დრო და ადგილი შეთანხმებული არ იყო. მოლაპარაკებები ძლიერი დაძაბულობის ქვეშ მიმდინარეობდა გემებზე თავდასხმებისა და ამერიკული სამხედრო პასუხის შემდეგ. თეირანმა მოითხოვა, რომ მუქარები დასრულებულიყო, სანამ საბოლოო შეთანხმებაზე გადავიდოდნენ. ამ პარასკევს 2020 წლის 10 ივლისს ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა სთხოვა მოლაპარაკებების გაგრძელება და შეერთებულმა შტატებმა დათანხმდა, თუმცა ძველი ზავი კვლავ დასრულებულად რჩება. კატარის მოლაპარაკეებიც ირანში გაემგზავნენ, რათა შეემცირებინათ დაძაბულობა და უფრო ფართო მოლაპარაკებებისთვის პირობები მოემზადებინათ. ჯეიდი ვენსმა კიდევ ერთი კონტრასტი შემოიტანა, როცა აღიარა თუ როგორ შეუძლია ძალაუფლებას ადამიანი დაამახინჯოს. მაიკ როუთან საუბარში ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ სხვა ადამიანები მის ნაცვლად დაძაბულობას იღებენ, საყიდლებზე დადიან, მისთვის ამზადებენ საჭმელს და Boeing 747-ით მოგზაურობას აწყობენ, სადაც ჩვეულებრივი უსაფრთხოების რიგები არ არის. ვენსმა განაცხადა, რომ როდესაც ვინმე ამ პრივილეგიებს საკუთარი იდენტობის ნაწილად აქცევს, არსებობს რისკი, რომ ადამიანი ამპარტავანი და განებიურებული გახდეს. ვიცე-პრეზიდენტი ცხოვრობს გარემოცვაში, რომელიც შეიძლება რეალობას დააშოროს, მაგრამ მან აჩვენა, რომ ამ საფრთხეს კარგად ესმის. ის, რაზეც მამა უინერიულებდა და რაზეც მეც მერიულობ, არის ის, რომ ჩემი ცხოვრება ძმაო სრულიად შეიცვალა. მე აღარ დავდივარ სუპერმარკეტში. უმეტეს შემთხვევაში ადამიანები ჩემ მაგივრად დადიან სუპერმარკეტში. როცა საჭმელს ვამზადებ, ძალიან მეყვარს საჭმლის მომზადება, სინამდვილეში Big Baker. მეყვარს ჩემი შვილებისთვის განსაკუთრებულ შემთხვევებზე მომზადება. მაგრამ ეხლა უკვე აღარც კი მჭირდება საჭმლის გაკეთება, რადგან უამრავი ადამიანი მზადაა ჩემთვის საჭმელი გააკეთოს. ჩემი ცხოვრება საკმაოდ უცნაურია. მე მოგზაურობ 757-ით, TSA-ის რიგში აღარ დგები და ბავშვებისთვის ეს ძალიან უცნაურია. მაგრამ მე შეიძლება გადაიქცეს იმ ტიპის რაღაცად, რომ თუ ამას შინაგანად მიიღებ, შეიძლება ამპარტავანებად თავხედი გახდე. ხო. და მგონია რომ ესაა მთავარი. აი ამას ნამდვილად გავუსვამდა ხას დედაჩემი რომ ამის გამო თავი არ აიწიო. აღიარე რომ მაგარია. ეს კურთხევა. რა თქმა უნდა ამასთან ახლავს ვალდებულებები და პასუხისგებლობა, მაგრამ ვიცი რომ დედაჩემი ძალიან იამაყებდა ჩემით. და ასევე დარწმუნდებოდა რომ თავი ზედმეტად არ ამეწია. დიდი მადლობა რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად შეიტანეთ ცვლილი იმ პიქსის გასაღების მეშვეობით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი წვლილი გვეხმარება, რომ საქმიანობა გავაგრძელოთ.